მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? დღეს ორშაბათი დღეა. პირველ რიგში ამინდივით კარგი განწყობა, დადებითი ემოციები, დადებითი ენერგიები და მოკლედ ნაყოფიერი კვირა მინდა გისურვოთ. და მოდით ვნახოთ ამ ერთი კვირის აქტუალური ენერგიები თქვენთვის. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი გარემოებები იქნება თქვენთვის საინტერესო და ყურადღება მისაქცევი ამ ერთი კვირის მანძილზე. დავიწყეთ. ვარიანტი პირველი. ესე. და ვარიანტი მეორე. გამოვიყენოთ ნატურალური ქვები. ამ შემთხვევაში სამაჯურები იმისთვის, რომ უფრო მეტად მარტივად მოახერხოთ თქვენს ვარიანტზე კონცენტრირება. ვარიანტი პირველი გვექნება წითელი იასპი, ხოლო ვარიანტი მეორე გვექნება მწვანე ავანტიურინი. ახლა მინდა რომ კარგად დააკვირდეთ ორივე ვარიანტს. შეგიძლიათ დააპაუზოთ ეკრანი, თუ გიჭერთ მომენტალურად არჩევა, შეეკითხეთ კოსმოსს, საკუთარ თავს, სამყაროს, იმიტომ რომ ჩვენ მიკროკოსმოსები ვართ, აი ამ ძალიან დიდ ულამაზეს და უსასრულო კოსმოსში და მოდით გავარკვიოთ. რომელი ენერგია იქნება თქვენთვის აქტუალური ერთი კვირის მანძილზე? მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. ვინც აირჩია წითელი იასპის მინერალი, მოდით ვნახოთ თქვენი ერთი კვირის აქტუალური ენერგიები, ჩემო ძვირფასებო. ეს არის არკანი იეროფანტი, ანუ არკანი ქურუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ერთი კვირის მანძილზე და მე მინდა უბრალოდ დავამატო კიდევ ერთი არკანი, იმისთვის რომ სურათი უფრო მეტად შევავსო ჩემო ძვირფასებო. არკანი პენტაკლების მეფე და ორიანების თასები. მოკლედ ეს ერთი კვირა თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესო და უპირველეს ყოვლისა თქვენ იგრძნობთ სხვათა შორის ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, მაგრამ არკანი იეროფანტი, არკანი პენტაკლების მეფე და ორიანების თასები შესაძლებელია ნიშნავდეს სერიოზული ურთიერთობების წინადადებას კონკრეტული მამაკაცისგან, ხო? არა უბრალოდ ფლირტი, არა უბრალოდ ვთქვათ პაემანი, არა უბრალოდ შეხვედრები ესე, ხო? ალაგ-ალაგ მიწერ-მოწერები, არა. სერიოზულ ურთიერთობაში ამ შემთხვევაში გულისხმობ ურთიერთობას, სადაც მამაკაცი არის უკვე მზად იმისთვის, რომ თქვენთან ერთად მოკლედ სერიოზული თანაცხოვრების გზას შეუდგეს. ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ეს შესაძლებელია ამასაც ნიშნავდეს. ასევე გოგონებო, ჩემო ძვირფასებო, ასევე გაფრთხილება არის თქვენთვის, რამოდენიმე ვარიანტად მინდა პირველი ვარიანტი გაგიშალოთ, რომ ასევე შესაძლებელია გაიცნოთ მამაკაცი, რომელიც მოკლედ არა მხოლოდ სერიოზული ურთიერთობების ფონზე დაგელაპარაკება თან ენდომება თქვენთან სერიოზული ურთიერთობები, ჩემო ძვირფასებო, არამედ აქ შეიძლება იყოს ხელის თხოვნაც სხვათა შორის, იმიტომ რომ არკანი ქურუმი ნიშნავს იმას, რომ ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის მამაკაცი არის ნამდვილად მზად. ვიმეორებ, ეს ან ნიშნავს ურთიერთობის სერიოზულ ეტაპზე გადასვლას, ან ნიშნავს და ნახეთ როგორი სიმბოლურია, სხვათა შორის კითხვა დამისვეს რამოდენიმეჯერ ეს რა სიმბოლოები გიდგათ ქალბატონო ნინო თქვენს ალტარზე. ეს არის კელტური მამაკაცისა და ქალის საწყისი სიმბოლოები, უძველესი სიმბოლოები, ჩემო ძვირფასებო და შესაბამისად, აი რაღაცნაირად ძალიან ესე დაჯდა ეს ყველაფერი ენერგეტიკულადაც, სიმბოლურადაც, რომ
ეს ერთი კვირა იქნება აქტუალური უშუალოდ პარტნიორული ურთიერთობების უფრო მეტად გასაღრმავებლად და კიდევ უფრო მეტად სხვა ეტაპზე გადაყვანის მდგომარეობა იქნება ამ ერთი კვირის მანძილზე. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ამ ერთი კვირის მანძილზე თავს იგრძნობთ ნამდვილად ძალიან რომანტიულ, ძალიან ემოციურად დადებით ენერგიებში, თავს იგრძნობთ წამყვან პოზიციად, როგორც საკუთარ თავთან იქნება ასეთი ძალიან დიდებული და კარგი განცდა, ასევე იგრძნობთ, რომ კონკრეტული მამაკაცისთვის იქნებით, კონკრეტული ადამიანისთვის იქნებით ნამდვილად ძალიან ესეთი წამყვანი როლი გექნებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში და ძალიან სერიოზული რაღაც ფუნდამენტი ჩაიყრება ძალიან სერიოზული ამ ერთი კვირის მანძილზე თქვენი და კონკრეტული მამაკაცის ურთიერთობებში. თუმცა ჩემო ძვირფასებო, ეს სხვათა შორის შესაძლებელია ასევე ნიშნავდეს, რომ მოკლედ თქვენსა და თქვა თუ ფინანსური ფორმით განვიხილავთ საქმიან ბიზნესის საქმიანობა, ეს ამ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, რომ შედგება თქვენსა და კონკრეტულად ძლიერი ფინანსური ენერგიის მქონე მამაკაცთან გარკვეული ან კონტრაქტი, ან საქმიანი ურთიერთობა, საქმიანი მოლაპარაკება და ეს სამომავლოდ ნამდვილად ძალიან პერსპექტიული შესაძლოა აღმოჩნდეს თქვენთვის. მოკლედ, ძალიან სავსე ერთი კვირა ელოდება პირველ ვარიანტს, ჩვენ კი გადავედით მეორე ვარიანტზე. ვარიანტი მეორე, ვინც აერჩია მწვანე ავანტიურინი, მოდით ვნახოთ თქვენთან რა ხდება, ჩემო ძვირფასებო. თქვენი წამყვანი ენერგიები. ნახეთ ათიანების თასები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ პირველი არკანი გამომდინარეობს ენერგეტიკულად მეორე არკანიდან, მეორე არკანი კი პირველი არკანიდან. რას ხედავთ ამ ულამაზეს არკანზე? მე ვხედავ ულამაზეს ოჯახს, მე ვხედავ ულამაზეს გარემოს, მე ვხედავ საოცარ სითბოს ადამიანებს შორის და ნამდვილად ეს ერთი კვირა თქვენთვის იქნება დაკავშირებული ოჯახის წევრებს თუ დიდი ხანი ერთმანეთი არ გინახავთ, დიდი ხანი ერთად არ შეკრებილ ხართ, დიდი ხანი არ გიგრძნიათ ეს ოჯახური სითბო, ერთობა, ნამდვილად შეგიძლიათ ესეთი ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი გარემოება მოუწყოთ როგორც საკუთარ თავს, ასევე დანარჩენ ოჯახის წევრებსაც. ხო, თუ დიდი ხანია ფიქრობდით ოჯახის წევრების შეკრებას, შეხვედრას, სასიამოვნოდ დროის გატარებას, გეტყოდით, რომ ეს ერთი კვირა ნამდვილად ამ კუთხით აქტუალური იქნება ჩემო ძვირფასებო თქვენთვის. ეს არის მგრძნობა და ემოცია, როდესაც თავს იგრძნობთ სავსედ, როდესაც თავს იგრძნობთ ნამდვილად ძალიან ბედნიერად, ძალიან ჰარმონიულად, ძალიან დადებითად და უფრო მეცაც გეტყვით, აქ რამოდენიმე არკანი ამოვიღე დამატებითი პასუხების მისაღებად. მე იმასაც გეტყვით, ჩემო კარგებო, რომ თუ კი იყო თქვენს ურთიერთობაში გარკვეული განხეთქილება, იყო გარკვეული პრობლემა, მე გეტყვით, რომ ეს პრობლემა გადაიჭრება, ეს პრობლემა დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ჩათვალოთ, რომ ამ პრობლემის დასრულებამ თქვენთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის საკმაოდ დიდი, ვთქვათ, ენერგია წაიღო, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენ ძალიან წარმატებით დაუდექით, მოდი ასე ვთქვათ, ამ პრობლემას, ძალიან წარმატებით შეძლებთ უფრო სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას, უკვე გზაშია ეს ყველაფერი და ასევე კვერთხების რაინდი ნიშნავს იმას, ჩემო ძვირფასებო, რომ იწყება ახალი თავგადასავალი, იწყება ახალი ცხოვრების ეტაპი თქვენს რეალობაში, ახალი გამოცდილებებითა და ახალი ემოციებითა და ახალი ენერგიებით სავსე. ძალიან მომეწონა ერთი კვირის, ასე ვთქვათ, არკანი, ერთი კვირის არკანის ენერგია, კვირის არკანის ენერგია, უფრო სწორედ. ხო, აქ შერიგება იქნება, აქ იქნება ერთგვარი ურთიერთობების დალაგება, აქ იქნება ესეთი ძალიან სიყვარულით და რომანტიზმით და ინფანტილიზმით და მოკლედ ძალიან დადებითი ემოციებით სავსე კვირა, ჩემო ძვირფასებო, არ იძუნწოთ ამ ემოციებში, რას გულისხმობ, იცით, ამაში მაქსიმალურად თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და ოჯახის
ოჯახის წევრებს გაუზიარეთ აი ეს დადებითი ემოციები და ენერგიები და თუ კი რაიმე რთული პერიოდი გქონდათ, თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ, რომ აი ეს ყველაფერი აღნიშნოთ ოჯახის წევრებმა, შეხვდეთ ერთმანეთს, მოაწყოთ სასიამოვნო საღამო და მოკლედ აი ესეთი ოჯახური გარემო კიდევ უფრო მეტად ოჯახური და კიდევ უფრო მეტად ლამაზი გახადოთ ამ ერთი კვირის მანძილზე. აი ესეთი ძალიან კარგი და საინტერესო კვირის არკანის ენერგიები გელოდებათ ჩემო ძვირფასებო, მე კი გისურვებთ ძალიან კარგი, ნაყოფიერი და წარმატებული კვირის დასაწყის, საუკეთესო სურვილებით, შევხვდებით. ნინა